ჩვენი შემდეგი სტუმარია მუსიკოსი დათო კენჭიაშვილი. მოდი ჩემო დავით. გამარჯობა. მოგესალმებით. მომზადდი. დათო მოგესალმებით ჩვენ შოუში შეგენაცვალე. მოგესალმებით. დათო ისე მოხდა რომ პირველად ხარ შენ ჩვენ გადაცემაში მიუხედავად ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის და ურთიერთობის. კი, პირველად ვარ და მინდა რომ თქვენს გადაცემაში ჩემ თავს დღეს წარმატება უსურვო და შეგენაცვალე, კეთილი იყო შენი თქვენს გადაცემას უსურვო წარმატება და არ მოვიწყდება, როდესაც თქვენთან გამოვედი პირველად იუმორინაში, მახსოვს, გულით ვატარებ და წარმატებითაც კაცო მე. აი ამ სიხარულით მოვედი თქვენთან. დიდი შეგენაცვალე, შეგენაცვალე. ძალიან მიხარია მე რომ გასმისდე. დათო შენ 7 წლის ასაკიდან მღერი და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის გამოცდილება ქონდა, ესე იგი წარმატებაზე შეიძლება თქვას, რომ რამდენი მალოდინე გამოვიდა შენთან დაკავშირებით. სამაგიეროდ. მერე უკვე ყველა მღეროდა რამდენი მალოდინე შენეულ ვერსიას. და რამდენი ადამიანი ელოდებოდა რამდენს არ მოიდგინე. კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პირველი სიმღერის წარმატება რამდენი მალოდინე უფრო არ იქნებოდა ქალბატონი ლელა თათარაიძეს შენმა სურვილმა დამლია იყო, რომელიც 2008 წელს გაიმართა მისი პრემიერა. მას შემდეგ უკვე ჩემმა ქვეყანამ აი შემიყვარა, ამიყვანა ხელის გულზე და ამწადი და იარეო და აი მას შემდეგ მოვდივარ და რამდენი მალოდინეს შემდეგ მარტო ეს სიმღერა როა ესეთი ყველასათვის საყვარელი ვცდილობ რომ უკეთესი შევქნა მაგრამ მაინც რამდენი მალოდინე უყვარს ხალხს იცი რა შენახსენე რომ ჩემმა ქვეყანამ მოდა მე ვიტყოდი რომ არა მარტო ჩვენმა ქვეყანამ იმიტომ რომ მე რომ ერთი დავიწყოთ იქიდან რომ ჯამში თუ არ ვსწრები 9 მილიარდზე მეტი აქვს ნახვა YouTube-ზე შენ სიმღერებს და უნდა მიულოცოთ ეს გადასარევი მონაცემები ჩვენ დათოს. დიდი მადლობა. და სხვადასხვა კომენტარებს რომ კითხულობ ჩეჩენი, ყაბარდოელი, დაღესტანელი, ინგუში ყველა ერთხმად ამბობს რომ დათო კენჭიაშვილი უნდა იყოსო კავკასიის სახალხო არტისტიო და აი ეს დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ჩემს კავკასიელ დებს, ჩემ კავკასიელ ძმებს, რა ვიცი. მე ძალიან მიყვარს ეგ ადამიანები, მაგრამ პირველი მაინც ჩემმა ქვეყანამ გამიცნო და ჩემმა ქვეყანამ მომცა იმის საშუალება, რომ აი ესე ფრთები გამეშალა ხელოვნებაში და მეკეთებინა ის, რაც ჯერ ჩემ ქვეყანას უყვარს და შემდეგ უკვე სხვა ადამიანებს, მაგრამ ეს კავკასიელები აქცენტს რომ ვაკეთებ ჩვენ კავკასიელებზე, უდიდესი სიყვარული მოდის მათგან, უდიდესი გულწრფელობა მოდის და უდიდესი აღიარება მოდის მათი მხრიდან. და საინტერესო რამ მინდა გამცნოთ, რადგან რა ვიცი, სულ ტელევიზორიდან გიყურებთ ხოლმე ყოველთვის და ეს მომიწია თქვენთან, აი პირისპირ და ჩემთვის მართლა სასიხარულოა. ისიც უდიდესი მადლობა. სულ ყოველთვის ვცდილობდი, რომ რაღაც შტრიხები შემეტანა ჩემი ქვეყნის ხელოვნების კუთხით პატარა მცირე დოზით განვითარებაში და ჩამოვიდნენ ლეზგინები, ასე ვთქვათ და ძალიან დათრგუნულები იყვნენ, ჩემთან შეხვედრას ითხოვდნენ და როდესაც შევხვდით მას, მე და ჩემი პროდიუსერი, გულდაწყვეტით მითხრა ესეთი რამ, რომ ჩვენი ფოლკლორი გადაგვარების პირას არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ერის კულტურა შეერიაო. მასშიო და ჩვენო გვინდაო ამის აღდგენაო და ამის გადარჩენაო და დაგვეხმარეო ამაშიო და თქვენ წარმოვიდგინეთ ახლა რამხელა პასუხისმგებლობა ეს ჩემთვის, რამხელა სიხარულია და არ ვიცი, უდიდესი პატივისცემა და უდიდესი მადლობა ნდობისთვის ასეთი. რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ რაღაც გარკვეულ როლს მაინც ვთამაშობ ჩემი ქვეყნის სახელის უფრო წინ და წინ წარწევაში და ეს ჩემთვის უდიდესი პატივისცემა. დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვო აი ამ გზაზე და მე ვიტყოდი მთავარი სათქმელი დღევანდელი დღის საქმე ის არის რომ 7 მარტს შენ გაქვს დაგეგმილი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შენი კონცერტი. დიახ. მოდი ორი სიტყვით უთხარი ჩვენი შოუს მაყურებელს რას უნდა ელოდოს 7 რიცხვში ფილარმონიაში. მე ძალიან კარგი გადაცემა სახალისო და პოზიტიური. უბრალოდ მაინც თუ არ იცის თქვენმა მაყურებელმა და ჩემმა მაყურებელმა დედა 5 წლის უკან გარდამიცვალა და 7 რაღაცნაირად საკრალურად დაემთხვა ჩემი დაბადების თარიღია, მაგრამ ყოველ დედის დღეს სიმბოლურად ვაკეთებთ ხოლმე კონცერტს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ფილარმონია იქნება, ეს იქნება 15 კაციანი აუდიტორია თუ 20 კაციანი, უბრალოდ ტრადიციულად სიმბოლურად ვაკეთებ და აი სითბო მე რაც საკუთარ დედას დავაკლე და რაც ვერ მივეცი, ჩემი
ესე იგი ცელქობის გამო, იმას აქში ბუნებრივია. მინდა რომ აი ამ კონცერტზეა უნაზღაურო იმ დედებს, რომელიც მოვლენ და ერთი ლამაზი პატარა სახამო, კარგი, სწორი, დადებითი ვიბრაციებით სავსე ვაჩუქო. აი ამას ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ეს კონცერტი და რა ვიცი, ყველა დედას მინდა მიულოცო წინასწარ ეს ულამაზესი დღესასწაული. დღეს რა კომპოზიცია მოგვიტანე ჩვენ შოუში შესასრულებლად? დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ისევ და ისევ, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს, ძალიან ბევრ ადამიანს ახსენებს იმას, რომ ეს საქართველოდან არის და მინდა რომ კიდევ ერთხელ სიამოვნოს თქვენმა მაყურებელმა და ჩემმა მაყურებელმა აი ამ ჩვენიერი. გთხოვოთ მუსიკოსებს შევაბრძანდეთ და შევასრულოთ აქვე ჩვენ შოუში. გთხოვთ. მიცემს უშენოდ სიტყვას გაგატანს აგზალადა ეგება დარჩენილიყა სახალადა სიზმარშიც აღარ მოხვედი რისთვის გამხადე ავადა ერთხელაც კიდევ მიწამალე ისევ და ისევ შორადები არ მინდა შენი დათამობა იქნებს უფასთან წახვედი არც მოხვა ხოლოდ შეგზებაზე ვიარე შესხვავილი გზედალიხა არ მიწავილე წახვედი მაგალიხა შეძლო მიდის უცრემლოდ მე ვერ შევძელი ჩემი ხა გული არ დასდევს უშენოდ რენისა ხამე უკუნსაც გათრევს სისკრის ამავსებს გალობა ერთხელაც კიდევ მენახე ისევ და ისევ შორადები არ მინდა შენი დათამობა იქნებს უფასთან წახვედი არც მოხვა ხოლოდ შეგზებაზე ვიარე შესხვავილი გზედალიხა არ მიწავილე წახვედი მაგალიხა იქნებს უცხოასთან წახვედი არც